მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს უამრავი პროცესი მიმდინარეობს კავკასიაში, უკვე შედგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებობს გარკვეული ცივი კონფლიქტი ჯერჯერობით აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და ამ პროცესების პარალელურად ევროკავშირსა და საქართველოს შორის გარკვეული პრობლემებიც არის და განცხადებებს ვხედავთ ჩვენ. ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი მეგობარი, პოლიტოლოგი გიორგი მტივანი. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით, ნუკლი მივესალმებით მაყურებელს. მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ვიდეო. გიორგი, დავიწყოთ იმით, რომ მოდი თითოეულ საკითხს ცალ-ცალკე შევეხოთ. ზოგადად აი შენ უფრო იცნობ მაგ რუსულ სივრცეს და მე ვერ ხვდები ეს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის რატომ დაიწყო კონფლიქტი. თითქოს ცარიელ ადგილზე გაჩნდა, ყოველ შემთხვევაში ვინც აი ამ საინფორმაციო საშუალებებს უყურებს და ვინც არა ჩახედილი, ესე ჩანს და სულ რამოდენიმე ხნის წინ ძალიან ჩახუტებულები იყვნენ, ესე ვთქვათ, რუსეთი და აზერბაიჯანი. დღეს უცბად რაღაცა მოხდა იქ. აზერბაიჯანელები დაარბიეს, მერე საპასუხოდ რუსეთის ჟურნალისტები დააპატიმრეს და ცემეს თან ეს ნაცემი ჟურნალისტები ვნახეთ. რა ხდება მოკლედ იქნებ გავგებინო. აი პოლიტიკაში არაფერი არ არის მუდმივი. მართლაც რო გავიხსენოთ 2022 წლის 23 თებერვალი, როგორც კი რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო იერიში უკრაინაზე, მეორე დღეს ზუსტად თუ იმ დღესვე ჩავიდა ალიევი თუ გახსოვთ მოსკოვში და რუსეთმა და აზერბაიჯანმა გააფორმეს ყოლისმომცველი რაღაცა სტრატეგიული, ესე იგი, პარტნიორობის ხელშეკრულება და ეს რაღაცა ცოტა ისეთი სიმბოლური აქტი იყო. უშუალოდ აი ამ დაძაბულობას, ხო ეს მაინდა-მაინც ისეთი კონფლიქტი არ ყოფილა, იმიტომ რომ რაღაც დიდი ხნის განმავლობაში არც ალიევს და არც პუტინს ამაზე საჯაროდ ესეთი ინფორმაცია არ გაუკეთებია. აქ ჩემი აზრით უფრო არის რაღაცა ეს პოლიტიკური კუნთების და მუსკულების თამაში აზერბაიჯანის მხრიდანაც, მაგრამ იყო იქ რამდენიმე მომენტი, რაც წინ უძღოდა ამ დაძაბულობას, კერძოდ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება, თუ გახსოვთ. კი. და მე არ დადასტურდა სხვათა შორის ეს რუსების გაკეთებული იყო. დადასტურდა მე რამდენადაც ვიცი. და აზერბაიჯანული მხარე ძალიან ისეთი აღშფოთებული იყო ამის გამო, დიდი ხნის განმავლობაში არაკეთებდნენ რუსები ოფიციალურ განცხადებას ამის თაობაზე და შემდგომ მერე უკვე პუტინმა დაურეკა კიდევაც ალიევს და მოუბოდიშა, მაგრამ საერთაშორისო კუთხით ესე არ აუღია, ანუ პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია ყველას თანდასწრებით. ეს ძალიან ისეთი მომენტი იყო და შესაბამისად ამან რაღაც კუთხით დაძაბა. შემდგომ იყო უკვე 9 მაისის რუსულ საინფორმაციო სივრცეებში, რასაც ვკითხულობდი. იქ ეგ ინფორმაცია არ იყო, ხო? კი, მოუხადა ბოდიში, მაგრამ აი ესე საჯაროდ რაღაც პრეს-კონფერენცია რო გაიკეთებინა ან რაღაც ესე გამოსულიყო, საჯაროდ მსგავსი რაღაცა არ მოხდა. მერე იყო 9 მაისი და 9 მაისი უნდა ჩასულიყო რეალურად ალიევი იქ და მერე რამდენიმე დღით ადრე გაუგზავნა შეტყობინება, რომ რაღაც მამჩემის დაბადების დღეა და ვერ ჩამოვდივარო და ასე შემდეგ. მერე ამას მოყვა ის, რომ ეკატერინბურგში დაიჭირეს რამდენიმე, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანული ეთნიკური ფესვების მქონე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ისინი რეალურად, მაგრამ მე როდესაც გავიცანი ამ ინფორმაციას, არ იყო ის ისე, რომ რაღაცა რამდენი უშუალოდ იმ ადამიანებზე დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, იმიტომ რომ ესენი იყვნენ აი რაღაც კრიმინალური ავტორიტეტები, თან რაღაცა ბიზნეს აქტივობითაც იყვნენ დაკავებული რეკეტითაც და რაღაცა. ეს აღიქოს როგორც ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე თავდასხმა. კი ბატონო, ამ იქიდან ყველას თუ არა ბევრს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, ანუ აზერბაიჯანის მოქალაქეც იყო და რუსეთის მოქალაქეც. და იქ უშუალოდ დაკავებისას რაღაცის გამო შეიძლება გადაამეტე, შეიძლება რაღაცა სხვა მოხდა, რაც არ ვიცით, ორი ადამიანი დაიღუპა. ამას მოყვა მე აზერბაიჯანული მხარის, ასე ვთქვათ, განრისხება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი
რუსეთის მოქალაქეების დაკავება, იქ იყო რაღაც სპუტნიკის ოფისში დაიჭირეს რამდენიმე მათგანი CMS ეს კადრები გამოაქვეყნეს კიდევაც მე დაუჭერიათ ვიღაცა ექსპატები, აი IT-შნიკი ექსპატები და შესაბამისად მე იქ პაბლიკებში მიდიოდა ხუმრობა, რომ ეთომს გამოვიქეცითო, საერთოდ უდანაშაულო ხალხი ვართო და იმის გამო რაღაც რუსეთის მოქალაქეები ვართო, აქ მოვყევით აი ესეთ გაუგებრობაში. და შესაბამისად აი ეს ხო აზერბაიჯანული მხარის რეაქცია იყო საკმაოდ ისეთი დემონსტრაციული. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ეს მაინც არის უფრო აი ეს იმ წარმატებების ფონზე, სამხედრო წარმატებების ფონზე, რასაც მიაღწია ალიევმა ბოლო პერიოდში, უნდა რომ აი რაღაცა ასე ვთქვათ რეგიონალური მოთამაშის პოზიცია განიმტკიცოს, თორე რა თქმა უნდა არც აზერბაიჯანის ინტერესებში და არც რუსეთის ინტერესებში არ არის ეხლა ამ დაძაბულობის რაღაც კონფლიქტამდე მიყვანა და ჩემი აზრით უკვე მიდის მდგომარეობა იმისკენ, რომ ეს ყველაფერი ესე მოგვარდება მარტივად. აი ჩვენი საერთო მეგობარი პაატა გურგენიძის თეორია, რომ ეს გარკვეულწილად არის ცდილობა, რომ ებრაელებს და კიდე ირანის საკითხს მიაბან, რომ გაითამაშონ ეს კონფლიქტი იმისთვის, რომ მე ჩაეთრიონ ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში ომში. რამდენად შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოს და რა შეიძლება თუ არა ესეთი თამაში კონდეს ადგილი. მე უფრო ხო ეს ძალიან უფრო ისეთი ძალიან გლობალური სურათის დანახვის ცდილობა, ჩემი აზრით ეს უფრო ლოკალურია. კი, ეხა იქ არის ისეთი მჭიდრო კავშირები აზერბაიჯანს და ისრაელს შორის. აგერ აზერბაიჯანი ამარაგებს და მე მგონი დღემდე ამარაგებს ისრაელს ენერგომატარებლებით, ისრაელი საპასუხოდ სამხედრო ტექნიკით და ეს ურთიერთობა საკმაოდ მჭიდროა და ეს ამას იყენებდნენ კიდევაც აზერბაიჯანელები ყარაბაღის ომის დროს, მაგრამ ეს უფრო რაღაცა უფროსი ძმის, ანუ თურქეთის გვერდით დგომა, თან რამდენიმე დღის წინ გასულ კვირას იყო იქ ყარაბაღის ტერიტორიაზე სამიტი მოაწყო, მინი სამიტი ალიევმა და იქ დაპატიჟა ერდოღანი, პაკისტანის პრეზიდენტი და ძალიან ისეთი რეგიონალური მასშტაბის ფორუმი ჩატარდა და ეს უფრო ჩემი აზრით მაინც აი რაღაცა შენი აზერბაიჯანის რაღაცა აი იმიჯის გამტკიცებაზე, რამდენად სწორია და რამდენად მართებულია ეს სხვა საკითხია, მაგრამ უფრო აი ეს ჩემი აზრით იგივე საკუთარი შიდა მოხმარებისთვის არის, რომ აი ჩვენ არავის თავს არ დაუქნევთ, თუნდაც ეს რუსეთი იყოს, რაღაცა ეხა რამდენადაც კურიოზული არ უნდა იყოს. მე რამდენიმეჯერ მომიწია აი ისეთ აზერბაიჯან პოლიტოლოგებთან, არა იმ ხალხთან, ვისაც რაღაცა თანამდებობა ან ოფიციალური სტატუსი გააჩნია პოლიტოლოგებთან საუბარი და იქ სხვათა შორის თან უშუალოდ აი ყარაბაღის ომი რო იყო ახალი დამთავრებული იმ პერიოდში და მათ რამდენიმე მათგან საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ზოგადად, ესე ვთქვათ, რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად კარტ ბლანში მიცა რუსეთმა ყარაბაღის მოქმედებებისას, იმიტომ რომ რუსეთის სხვა ნების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი ესე მარტივად ვერ დამთავრებულიყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად რუსეთი არ ჩაერია ამ იმაში და სრული თავისუფლება მიცა. რამაც უზრუნველყოფ პრინციპში. აი ეგ სხვათა შორის ამაზე ხშირად ვფიქრობდი. ესე იგი ეს ცუდი პრეცედენტია ჩვენთვის, იმიტომ ჩვენ ხო რაღაცნაირად ველოდებით თუ შეიცვლება რაღაც გეოპოლიტიკური სურათი, რუსეთი შეიძლება გადგეს აფხაზებსა და მაგალითად ქართველებს შორის და ეს გადგომას რა თქმა უნდა შეიძლება გამოიყენოს. თუ რუსეთი დაინახავს რომ ამას არანაირი პოზიტიური შედეგი მისთვის არ აქვს, ამას აღარ გააკეთებს სამომავლოდ. კი, ეს მომენტიც არის, მაგრამ ნუ მაინც ეს ყველა კონფლიქტი მაინც ძალიან ინდივიდუალურია რა, იმიტომ რომ იქ ყარაბაღის კონფლიქტს სხვა წინაპირობა და ისტორია აქვს, ჩვენ კონფლიქტებს სხვა ისტორია აქვს და მაინც ჩემი აზრით მთლად ესეთი გაიგივება მაინც სწორი არ არის რა, იმიტომ რომ გრძელვადიანად მაინც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შვიდობა აი ამ კავკასიის რეგიონში.
და გრძელვადიან პერსპექტივაში მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აი ეს სამი ქვეყანა ჩვენი ჩათვლით მაინც რაღაც კუთხით ალბათ სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას დაადგნენ და შესაბამისად ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რაც მივიღებთ ჩვენ, რამდენად მოხერხდება ეს სხვა საკითხია და მე რაც მივიღებთ ჩვენ სანაცვლოდ და რა პირობები იქნება, ну ამას კიდე დრო გვიჩვენებს და განსაკუთრებით უკრაინის ომის დასრულება, იმიტომ რომ უკრაინის ომის დასრულებაზე იქნება ბევრი რაღაც დამოკიდებული იმ პირობებზე, რა პირობებითაც დასრულდება და იქ მაგალითად ნუ იქ და ნატოს შესახებ თუ მიღებულ იქნება რაღაც გადაწყვეტილება გლობალური, ის ავტომატურად გავრცელდება მე საქართველოსეც და შესაბამისად ეხა სომხეთი ბევრად შორსაა ნატოსგან, მაგრამ რაღაც რატომ თურქეთის გვერდზეა პრინციპში. აი ხა გადავიდეთ ფაშინიანზე. ფაშინიანმა სამი ძირითადი საყრდენი სომხური ნაციონალიზმის, მოდი ხა დავუსვათ, პირველი იყო ყარაბაღი. რომ ყარაბაღის ირგვლივ ერთიანდებოდა ეს ორი. მეორე იყო გენოციდის ირგვლივ ერთიანდებოდა ეს. მესამე იყო რელიგიის ირგვლივ ერთიანდებოდა ეს. სამივეს დაარტყა ესე იგი ფაშინიანმა. ის ამოიღო ის იმიდან, რომ სომხეთის უკვე მიზანი აღარ არის გენოციდის აღიარება, ხო? ჩავიდა თურქეთში შეხვდა ერდოღანს, შემდეგ ახლა ეს მოხდა ალიევთან შეხვედრა, ხო, ყოველგვარი შუამავლის გარეშე. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ნუ ყარაბაღი ვიცით რაც მოხდა და ეკლესიასთან დაპირისპირება. და აი ვერ ხვდები სიმართლე გითხრა კი, მე ხა სომხეთში ვარ რამდენიმეჯერ ამყოფი და იქ ის არაჯანსაღი რაღაც მათი ნაციონალიზმი ხედავდი რომ მათთვის იყო დამღუპველი, მაგრამ ესეთი კარდინალური ცვლილებას რო ახდენ, ესეთი რაღაც იმას რო აკეთებ, რამდენად ესე იგი შედის ზოგადად ეროვნულ ინტერესში, სომხეთის გადარჩევის ეროვნულ ინტერესში. აი ახლა იყო შეხვედრა. აი ამ შეხვედრაზე ჯერ რა მოხდა და როგორ იმას ადებ ანალიზად ადებ ამ შეხვედრას. ეს იყო გარკვეულწილად ცდელობა, რომ სომხეთი მოქცეული იყო არა რუსეთის გავლენით, არამედ ალიევ ერდოღანის გავლენის ქვეშ თუ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. ზოგადად ფაშინიანის ეს кейსი არის ჩემთვის ცოტა ბოლომდე არ არის ცხადი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მაგალითი მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში, როდესაც აი დაუშვათ იგივე ლუზერი, ის ლიდერი, რომელიც ომს აგებს სამარცხვინოდ, რამდენიმე თვეში კვლავ ხდება პრეზიდენტი, ხო, თუ რაღაცა სასწაული არ ხდება. ხა სააკაშვილის დროსაც. ნუ იქ როგორ გახდა და რა, ეგ ცალკე სასაუბრო თემაა. სომხეთის ისტორია უფრო ახლოს იყო რაღაც კაპიტულაციასთან, ეს არ იყო რაღაც ჩვეულებრივი მარცხი, ფაქტობრივად ის ფორმა და ის პირობები, რაზეც დაითანხმა აზერბაიჯანმა, რაზეც მოუწია დათანხმება სომხეთს, იყო ცოტა დამამცირებელი, ჩემი აზრით, მათი. კონსტიტუცია შეაცვლევინეს. კონსტიტუცია შეაცვლევინეს და აი შენს სწორედ აღნიშნა იგივე სომხების გენოციდის თემის, ასე ვთქვათ, მეორე პლანზე გადაყვანა იყო ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი, იმიტომ რომ ამაზე მაგალითად რამდენიმე ევროპულ ქვეყნებში რაღაც სასჯელიც კი არის საფრანგეთში მაგალითად, სადაც საკმაოდ ძლიერი სომხური ლობია. იქ როგორც იგივე ებრაელების შემთხვევაში ჰოლოკოსტის უარყოფა რაღაც ადმინისტრაციული სასჯელით ისჩება, ანალოგიური მდგომარეობა ამ სომხების გენოციდის უარყოფასთანაც დაკავშირებით და შესაბამისად აი ამ ფუნდამენტურ რაღაცაზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ფაშინიანიც როგორც ტიპიური წარმომადგენელი NGO სექტორისა, საიდანაც მოვიდა რეალურად ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში ცდილობს რაღაცა ეს ლიბერალურ ლიანდაგზე გადაიყვანოს სომხეთი და რას ნიშნავს ეს ლიბერალური ნიადაგი, რომ ნაციონალური რაღაც არც ერთი სვეტი არ უნდა დატოვოს, აი მაგას ნუ ჩვენ ხო ვიცით როგორ ებრძოდა დაუშვათ იგივე სააკაშვილის რეჟიმი. სააკაშვილი იყენებდა მეორე მხრივ. იყენებდა კი, მაგრამ ესეც ახლა იცდება მაქსიმალურად იგივე აი თან რაღაც გარკვეულწილად ცოტა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს აკეთებს. თუ გახსოვს რამდენიმე დღის წინ კაია კალასმა გააკეთა განცხადება სომხეთზე,
რომ ძალიან ახლოს არის ეს ევროკავშირთან თუ რაღაც ისეთი მაგას ხო სერიოზული განაცხადები არ აქვს პრინციპში კაიაკალას და მეორე დღეს განაცხადი გააკეთა სომხეთმა რომ შანხაის ორგანიზაციის წევრი გახდეს. ხო ეს ცოტა რაღაცა ურთიერთგამომრიცხავი რაღაცა. თვითონ ხა ფაშენიანს რაც შეეხება ის მეთოდები და ის ფორმა როგორც ებრძვის ხო იგივე თუნდაც სამღვდელოებას იგივე ოპონენტებს ეხა მე ნამდვილად დეტალურად არ ვიცნობ იქ შიდა პოლიტიკურ ამბებს მაგრამ ის ფორმა რა ფორმითაც ხდებოდა მღვდელმსახურების დაპატიმრება ეს შევარდნები და ასე შემდეგ რა ვიცი მე მგონი მათთვისაც არ უნდა იყოს მისაღები მაგრამ მეორე მხრივ არის ესეთი ასე ვთქვათ თეზისიც რომ ყარაბაღი იყო ერთგვარი ტვირთი სომხეთისთვის აი ლიბერალური ის რა აი ნახე აი მაგან რატომ მარჯდება ეს მე მგონი ალიევი ომამდე თავაზობდა $2 მილიარდ ავტონომიის სახით ჯერ იმ ოკუპირებულ ტერიტორიას თავად იმ ყარაბაღზე არ იყო საუბარი ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო საუბარი და თავაზობდა იმას რომ იქ დემილიტარიზებული ზონა იქნებოდა კონსტიტუციაში აზერბაიჯანის კონსტიტუცია შეიცვლებოდა ბევრ რაღაცას თავაზობდა აქამდე არც ერთი პრეზიდენტი ესე ღიად არ იყო ჩასული სომხეთის პრეზიდენტი ყარაბაღში ადამიანმა რომელებმაც გაიმარჯვა ესე იგი არჩევნებში პირველი რაც ქნა ჩავიდა შუშაში გახსოვს დემონსტრირებულად და ის იცეკვა ის სომხური სამხედრო ცეკვა რომ არის აი დამამცირებელი რაღაცა აზერბაიჯანელებისთვის ბიჭო შენ თუ მოცილება გინდა ესე რატომ იცილებ? გაისე რა ქვია თუ ესაა შენი მიზანი, ეს მე მგონი როგორ აიცი რომ მე რო ამართლებ სიამბლეში აი როგორ სააკაშვილმა გააკეთა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რა რომ ვითომ ნიღაბის ჩამოცილება იყო მე როგორ შეიცვალა ნარატივი უცბად და ფაღორღიანი მიწა დავკარგეთო და ნიღაბი ჩამოხსენით რუსეთს ხო აი დაახლოებით ესე მგონია თორე თუ მართლა ის მიზანი რო ყოფილიყო რომ ყარაბაღი რაღაცნაირად ჩვენთვის სიმძიმეა მაშინ ალიევის პირვანდელი იმას რა ქვია შემოთავაზებას უნდა დათანხმებულიყო დღეს გაცილებით კარგ დღეში იქნებოდა ვინდა დღეს არიან კი და მაგაც საერთოდ 90-იან წლებში პირველი ეს ფილოლოგი პრეზიდენტი რო ყავდათ დამავიწყდა იმის გვარი ის უშუალოდ გამოდიოდა იმ ინიციატივით რომ აი რაც უშუალოდ აი ომის მერე ჩვენ არ გვეკუთვნის და ისე მოვახდინეთ ამის ოკუპაცია აი 6 მინი ხო ის ანუ ჩვენი რაც არ არის ის შეგვიძლია დაუბრუნოთ ეს ფილოლოგი ვინც ყავდათ პირველი ლევონ პეტროსიანი ხო და ანუ ამას მოყვა ძალიან ისეთი რეაქცია სომხური ნაციონალიზმის მხრიდან მაგრამ აი ამ დამარცხებული ომის შემდგომ შეიძლება ვიღაცებს შეეცვალათ იქაც წარმოდგენა მაგრამ მე მაინც მიჭირს რა ანუ აი ამ ლოგიკის გაგება იმიტომ რომ ადამიანი რომელიც დამარცხდა ძალიან ისე დამარცხდა რა როგორ გახდა კი ეხა კონკურენცია იქ დიდი სერიოზული არ ქონდა ის თან ვისთანაც იყო დაპირისპირებული ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში ბევრი პრობლემები ქონდათ ასე შემდეგ მაგრამ აი ამის გათვალისწინებით თან იმის გათვალისწინებით რომ რუსეთსაც დიდად მაინდა-მაინც არ სიამოვნებს პაშინიანის მმართველობა და აი შეიძლება პაშინიანი აქ სიამოვნებდეს მაგრამ სომხური სახელმწიფო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას რაც ნიშნავს რომ თურქული ხალხების გაყოფა პრინციპში ხო ეს იყო სომხური სახელმწიფოს წარმოქმნის იდეა სიამდვილეში რასაც რუსები აკეთებდნენ შაჰ-აბასმას თავის დროზე იმიტომ გადაასახლა რომ ეს არ ყოფილიყო და მაგრამ აი მაშინ რატო არ მოახდინეს ამდენი ხნის განმავლობაში ხო 90-იან წლები და 30 წელი გავიდა რატომ არ მოახდინეს არათუ არათუ საკუთარ ტერიტორიად გამოცხადება არამედ ამის აღიარება მაინც ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თვითონაც ფრთხილობდნენ იმიტომ რომ ეს იყო ცალკე ყარაბაღი კი ყველანაირად ხარს უჭერდნენ ფინანსური და სამხედრო კუთხით იქედანაც დიდი რაოდენობით თანხა შედიოდა იმიტომ რომ იქ დიდი რაოდენობის სასარგებლო წიაღისეული იყო ამ ყარაბაღში მაგრამ რატომ არ მოახდინეს ამის აღიარება რაღაცა იმის დაწყება თვითონაც მე მგონი ხდებოდნენ რომ ადრე თუ გვიან რაღაცა ესეთი ომი მოხდებოდა ხო და თუ ესე ხდებოდნენ ყველაზე ლოგიკური იყო რომ ისეთი პირობებში შესულიყო სადაც კონსტიტუციურად გარკვეული ვეტოს უფლება ექნებოდა თუნდაც ყარაბაღის საკითხებზე ვეტოს უფლება ექნებოდა ყარაბაღის წარმომადგენლობას ეს უფრო ლოგიკური არ იყო
და სომხეთი შეეძლებდა მე რაღაც აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარეულიყო გარკვეულწილად. აი ეს ბერკეტები ექნებოდა. ხო. ნუ რეალურად მსხვერპლის ნაკლები ექნებოდა რაღაცა, მაგრამ რეალურად ხო და ეგ არ უნდოდა ფაშინიას. სინამდვილეში მაგის თქმა მინდა რომ ეს არ უნდოდა ფაშინიას. ეს მოცილება კი არ იყო, ეს იყო პოსტსკრიპტუმ შემდეგ გამართლება თავისი მარცხის. თან გავითვალისწინეთ რომ ეგაც ხო ინჯეუ კლასიდან არის. რომლებიც ხან ერთ დღეს ერთ სამბობენ და მეორე დღეს მის აბსოლუტურ საწინააღმდეგოს. ზუსტად. კეპკით რო დარბოდა იქ იმის დროს. გადატრიალების დროს და აი ტიპიური ამ ინჯეუ კლასტერის წარმომადგენელია. აი ამ ბოლო შეხვედრაზე ეს აი რომ მაინც როგორ შეაფასებ. ეს ისე კაპიტულაცია იყო სომხეთის? კაპიტულაცია თუ არა, შორსაც არ იყო იმისგან, იმიტომ რომ რეალურად ესე ფაქტობრივად ყველა მოთხოვნას თანხდება ან განიხილავს, რაც მოდის ალიევის მხრიდან და ერთ-ერთი უმთავრესი იქნება აქ უკვე ზანგეზურის ასე ვთქვათ კორიდორი და ამის ტექნიკური მხარე და თავარი ვის მფლობელობაში იქნება და როგორ მოხდება ამის გაკონტროლება. იმიტომ რომ ამერიკელებმა უკვე გამოაცხადეს რაღაც თავის სურვილი, რომ შეგიძლიათ ჩვენ გადმოგცეთო თქვენო აზერბაიჯანმა და სომხეთმა და ჩვენ მოვახდენთო ამის გაკონტროლებასო. მე ამათ ფაშინიანის წარმომადგენელმა მე მგონი ეს უარყო. და მაინც ყველაფერი დადის ეკონომიკურ ურთიერთობებამდე. და რა ხდება თუ კი გააქტიურდა ეს ზანგეზური? რა ხდება? ძალიან დიდი ტვირთბრუნვა გავა ზანგეზურის კორიდორზე. ამან რაღაც კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში ცოტა შეიძლება ნეგატიურად ჩვენზეც იმოქმედოს, მაგრამ ნუ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩინეთიდან მომავალი ტვირთბრუნის რაოდენობა ისედაც ყოველწლიურად იზრდება და ჩვენ მაინც ასე ვთქვათ ნამცხვრის ჩვენ წილს მივიღებთ, მაგრამ ეს არის მინიმუმ რამდენიმე წლიანი პროექტი, იმიტომ რომ იქ ჯერ ამის ნაწილი გადის უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად ეს არ არის ყარაბაღის ნაწილი და ამის მიუხედავად ალიევი ეუბნება, რომ იმის მიუხედავად რომ ეს შენ ტერიტორიაზე გადის, მე უნდა მომცე აი ამ ტერიტორიაზე წვდომა, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ფაქტიურად ფაშინიანს ცუც და უარეს შორის უწევს ახლა არჩევნის გაკეთება და ამას როგორ გაამართლებს კიდე საკუთარი ამომრჩევლის და სომხების წინაშე ეს კიდე ცალკე საკითხია. ერთადერთი რუსეთის პოზიცია რა არის ამასთან დაკავშირებით? რუსეთის პოზიცია სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით არის მე მგონი მე რამდენიც ვიცი ნეიტრალური, იმიტომ რომ ისინიც პრინციპში უშუალოდ ამ მასე ზანგეზურის კორიდორზე ისეთი განცხადებები არ მახსოვს მათი ოფიციალური პირების და აქ უფრო თურქული მხარე შეიძლება ასე ვთქვათ, ხო, აი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერიოს და ისეთი ზემოქმედება იქონიოს სომხეთზე, იმიტომ რომ ჩვენ ყარაბაღის ომი რაც დამთავრდა ეგრეთ წოდებული, იმის მერე რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ასე ვთქვათ ეს საომარი მოქმედება რამდენიმე დღით განახლდა და მაინც ალბათ თუ ვერ მოხერხდა ასე ვთქვათ სომხების ოფიციალური დაყოლილება, მაგრამ მე ჩემი აზრით მოხდება კიდევ შესაძლოა რომ გამოიყენოს სამხედრო ესეთი შიშისენა ალიევმა და იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება დღეს სოფლიოში ჩვენ ხედავთ რომ დღეს ძალა არის რაღაცის უფლების განმაპირობებელი ელემენტი. თუ გაქვს ძალა, გაქვს უფლება ყველაფრის კეთების და აი, რო წარმოვიდგინოთ ესეთი სცენარი, რომ სომხეთში ფაშინიანის ნაცვლად მკაცრად პრორუსი პოლიტიკოსი მოვიდა სათავეში. ესეთი სცენარი რო წარმოვიდგინოთ. შენი აზრით, მკაცრად შეიცვლება სომხეთისთვის ეს ზეწოლა, აზერბაიჯანის ზეწოლა თუ ეს მაინც და მაინც უკვე პროცესებს ვეღარ შეცვლის? ჩემი აზრით, თუ მოვიდა ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ექნება რაღაცა ხარდაჭერა კრემლის მხრიდან, შესაბამისად სომხეთის პოლიტიკური აქციების ფასიც გაიზრდება, იმიტომ რომ მე მაგალითად ვჯერა ფაშინიანი რომ არ ყოფილიყო და მისი წინამორბედი რო ყოფილიყო, რომელსაც კი ბევრ რაღაცას ედავებოდნენ, ესე ყოველ შემთხვევაში ეს ომი არ დამთავრდებოდა, იმიტომ რომ კრემლში მაინც ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ისე როგორც სხვა ქვეყნები უყურებენ რაღაც ფორმალობას, მაგრამ
მაინც იქ მნიშვნელოვანია de facto ვინ არის დაუშვათ ხელისუფლების სათავეში და ჩვენ ვიცით რომ პუტინს აქვს ესეთი შიში აი ამ ფერადი რევოლუციების, ეგრეთ წოდებული რევოლუციების რეალურად გადატრიალებების შედეგად მოსული პოლიტიკოსებისა და ის არც მალავს პირდაპირ ამბობს ამ ყველაფერს და ის ფაქტი რომ აი ესე მოვიდა კლასიკური აი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ფაშინიანი კი მე კი მოიგო არჩევნები მაგრამ მაინც ეს ძალიან დიდი უკმაყოფილებას იწვევდა კრემლში და კრემლი რა თქმა უნდა რუსებს შეეძლოთ ბევრად უფრო მეტი გახმარება რა ფაქტობრივად არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს ხო ვისთომ პარტნიორია ბჭყალებში და ასე შემდეგ და ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთეს იმისთვის რომ რაღაცა ოდნავ მაინც დაიცვათ. ეხლა გადავიდეთ უფრო ჩვენთვის ახლო საკითხებთან, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. აი მე სიმართლე გითხრა, კარგად ვერ ხვდები ოღონდ პრაგმატული პოლიტიკიდან გავნიშნე, პრაგმატული პოლიტიკას არ ატარებს და მაგიტომ ვერ ხვდები. ევროკავშირის პოლიტიკა კავკასიასთან მიმართებაში. მე ვერ ხვდები საქართველოს ტრობა ესეთი. კი შეიძლება მე მესმის რომ ეხლა მათი გავლენის აგენტები ეს NGO-ები შესუსტდნენ საქართველოში, პარტიები მარგინალიზირებული არიან, მაგრამ გეოპოლიტიკა მაინცაა გეოპოლიტიკა. რატომ არის ესეთი, ჩვენ განცხადებები ხა ვიხილოთ და ასე შემდეგ. რატომ არის ესეთი დამოკიდებულება? როგორ ხსნის შენ? არანაირი რეალურად ათგზელვადიანი სტრატეგია არ აქვს ევროკავშირს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, არ არის არანაირად თანმიმდევრული, პირიქით არის საკმაოდ აბსურდული და რიგ შემთხვევაში არის პირველ რიგში თვითდამაზიანებელი. ის კი არა რომ დავუშვათ კავკასიის რეგიონის მიმართ არ აქვს რაღაც კონკრეტული ხედვა, საკუთარი მომავლის მიმართ არ აქვს ხედვა და პირიქით მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში არის საშინელი საკუთარი თავისთვის და მათი ეკონომიკებისთვის იქ ბევრ ქვეყანაში წამყვან ქვეყნებში იგივე აი ეს მართველი ელიტა მარცხდება სამარცხვინოდ და ადრე თუ გვიან ყველა თან ხდება იმაზე რომ აი ეს ტრამპიზმის ასე ვთქვათ ტალღა ევროპასაც დაატყდება, ოღონდ ისე კი არა რომ რაღაც ერთეულ ქვეყნებში თავიდან ბოლომდე უბრალოდ ბევრი ესეთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ერთი ელექტორალური ციკლი ჩამორჩება აი ეს ევროკავშირში ტრამპიზმის გამარჯვება. ბაიდენიზმია, ეგრეთ ვთქვათ, ევროკავშირში. მაგრამ იქაც უკვე ნაწილი იქ ჰოლანდიაში მემარჯვენეები არიან, ავსტრიაში მემარჯვენეები არიან, გერმანიაში ფორმალურად კი მოიგო მერცმა, მაგრამ რეალურად ბოლო გამოკითხვებით AfD ლიდერობს საფრანგეთში ანალოგიურად მარი ლეპენის პარტია ლიდერობს და თვითონაც ამას აუწევს ეგეთით იყო მეორე ადგილოსანი იყო ხშირ შემთხვევაში. არა, ბოლო პერიოდის განმავლობაში რა ვთქვი, დინამიკა ბოლო 10 წელი მაგარი ზრდა აქვს. ბოლო 10 წელი. ხო, მაგრამ აი ჯეოსედე მეორე მხრივ იტალია, ჯორჯია მელონი, რომელიც სხვა რაღაც დაპირებებით მოვიდა რეალურად, მაგრამ რეალურად იმის საწინააღმდეგო, მაგრამ ჩემი აზრით მაინც დიდი სხვაობა მელონის და შორის, რა ქვია, ლეპენს შორის. ეხლა რაც შეეხება აი საგარეო კუთხით, ხო, აი რა სტრატეგია აქვს. აი ევროკავშირის ასე ვთქვათ, მთავარი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში არის კაია კალასი. არის კომიკური, ტრაგიკომიკური ფიგურა, რომელიც ისეთ არადიპლომატიურ განცხადებებს აკეთებს, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის შეფასება. მაგალითად, ხან ამბობს, რომ პირდაპირ ტექსტით, რომ აი თუ რუსეთს ჩვენ ვერ მოუგებთ, მაშინ აბა ჩინეთს რა უნდა უყოთ. ანუ ამას ამბობს ოფიციალურად მთავარი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის და აი ეს რაც ხდება, იგივე ეს ფონ დერ ლაიენი, მათი რიტორიკა, მათი ქმედებები, ეს ხო პირველ რიგში ევროკავშირის და იქ ყოფ ქვეყნებს აყენებს ზიანს და ის გადაწყვეტილებების რომ ეხა კი იქ ტრამპმაც დიდი როლი იქონია რომ ესე იგი მოშეპოს 5%-მდე გაზარდონ სამხედრო ხარჯები, მაგრამ რეალურად ხო ყოველგვარ ასრს მოკლებულია ის რაც კი ჯარი ხავდეს გინდა რა თუ პოლიტიკური ელიტა ყავს ეგეთი ხო რა აზრი აქვს მაშინ კი ბატონო და შესაბამისად კავკასიასთან მიმართებაში სრულიად ქაოტურია ხო ჩვენ ნახეთ რაღაც განცხადებები და ვითომ ეს ესეთი რბილი რიტორიკა სომხეთის მიმართ, მაგრამ
იქ სხვათა შორის აზერბაიჯანთან აქვთ მაგათ ურთიერთობა, იმიტომ რომ აზერბაიჯანული გაზი ახლა დიდი რაოდენობით გადის ევროკავშირში და შესაბამისად იქ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვესმის რაღაცა კრიტიკული პასაჟები ალიევის მმართველობის მიმართ, რომ ვიღაცა აკრიტიკებდეს ალიევს ევროკავშირიდან პირდაპირ ისეთი ტრიბუნიდან, თუნდაც იქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო და ეხლა ჩვენს მიმართ ესეთი შანტაჟის ენით საუბარი, მე მგონი პირველ რიგში მოსახლეობის განწყობებში აისახება, ხო? აი ბოლო ის რაც იყო, საზოგადოებრივი კვლევა ისიც ვის მიერ იყო ჩატარებული ევრობარომეტრის, მაგრამ ევრობარომეტრმა ვიღაცას ჩაატარებინა. ძალიან იყო შემცირებული საქართველოს მოსახლეობაში იმ ნაწილის, ანუ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი. ანუ თუ ერთი წლის წინ ეს იყო რაღაცა 65 ან 70%, ერთი წლის შემდეგ შემცირებულია 59%-მდე, 18 თუ 19%-იანი კლება. და პირველ რიგში იმედგაცრუებას იწვევს ეს ზოგადად ევროპის მიმართ, ევროკავშირის მიმართ მოსახლეობაში, იმიტომ რომ ეს ხალხი ხო უყურებს უკვე 21 საუკუნეა, ადრე თუ რაღაცა 20 წლის წინ უფრო შეზღუდული იყო ინფორმაციაზე წვდომა, ყველაფერს უყურებს ეს ხალხი და ყველაფერს ადარებს, ხო? რომ ვიღაცისთვის შეიძლება ყველაფერი და შენ როცა გამოდიხარ და იძახი რომ აი მე რაღაც ჩემი რაღაცა ეროვნული ინტერესები გამაჩნია, რატომ აიზულებთ დაუწესო რაღაც სანქციები, ეკონომიკური სანქციები რუსეთს, რომელიც პირველ რიგში მე დამაზიანებს, ხო? აი რატომ თავარი იმას, აი თავარი შენი აზრით, თავარი კონფლიქტის საგანი ქართულ ხელისუფლებასა და ევროკავშირის შორის. აი ესე, აი ნეიტრალური თვალით რო შევხედოთ რა, რომ არც ერთისკენ არა ვართ და გვინდა რომ რაღაცა ავტო. აი რა მიგაჩნია? ანუ აი ურჩობის დასჯა მათი გადმოსახედიდან ის რომ ყველაფერი უნდა იყოს მათი წესებით და არანაირი ისეთი დამოუკიდებელი, ანუ რის გამოც ჯიან დაუშვათ ორბანს, რის გამოც ესროლეს ფიცოს, ანუ ყოველგვარი ესე თქვათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, დამოუკიდებელი მმართველობა, რომელიც რეალურად არ მოქმედებს ამ ბრიუსელის ევრობიუროკრატების კარნახით და რეალურად მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ეს შეიძლება სხვებისთვისაც გახდეს მისაბაძი და ეს მერე საერთო ჯამში კარგი მაგალითი საფრთხე შეექმნას თვითონ ევროკავშირს, იმიტომ რომ საქართველოს, სლოვაკეთის, სხვა ქვეყნებიც თუ დაიწყებენ მსგავსი, ასე ვთქვათ, სისტემით ოპერირებას, ხო, ეს ისედაც ხო სუდად მისდით საქმე, იმიტომ რომ ისედაც ადრე თუ გვიან უკვე ყველგან მაკრონი დამარცხდება, მაკრონს ისედაც გაუავა და ლეპენი, კაი ლეპენს 5 წლიანი ისა აქვს, მაგრამ ბარდელა გახდება პრეზიდენტი, ისედაც უკვე კარგავენ ძალაუფლებას და რამდენიმე წლის ამბავია და მით უმეტეს ეხლა მათი გადმოსახედიდან საქართველოს, რომელიც არის 4 მილიონამდე, აი ესეთი ქვეყანა და აი ესე ამაყად გიზის შენ და რაღაც თავის პირობებს გიყენებს, მათთვის ეს არის მიუღებელი, იმიტომ რომ მათი რა იმანაც თქვა რა, ყველაზე კარგად აი ბორელმა, ჯოზეფ ბორელმა, ხო, რომელიც ხა აღარ უკავია ეს თანამდებობა, ანუ მთელი მსოფლიო არის, ასე ვთქვათ, არა, ევროპა არის აყვავებული ბაღიო და დანარჩენი მსოფლიო არისო ჯუნგლებიო. და აი ამ ჯუნგლებს უნდათო შემოჭრა ჩვენს აყვავებულ ბაღშიო. მათთვის, მათი გადმოსახედიდან საქართველოს და ესეთი ქვეყნები არის ჯუნგლები. პირდაპირ, ანუ ისიც იყო ევროპის მთავარი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში და აი ამ ფორმულირებით რო რაღაცას ამბობ, ხო, აი იგივე ეს ნეოკოლონიალური ხედვა აქვს, რომ აი საქართველოს არის ჯუნგლები, ბრიუსელი არის აყვავებული ბაღი, იმის მიუხედავად, რომ იქ კრიმინალის დონე არის რეკორდულად გაზრდილი და ევროპარლამენტიდან რამდენიმე კილომეტრში იქ ბანდების ისეთი დაპირისპირებაა, რომ რაღაცა მექსიკური კარტელი გეგონება, აი მაინც ესე გვიყურებენ და მათი უკმაყოფილების და ბრაზის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს შეიძლება კარგი მაგალითის საფრთხე გახდეს საერთო ჯამში. საბოლოოდ ხო, ნუ შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ საბოლოოდ ესე იგი რეგიონში, აი ხარ კი ფაშინიანი თითქოს ისე თამაში, მაგრამ ფაშინიანს
არანაირი ძალა, არანაირი გეოპოლიტიკური რაღაც სიმძიმე არ გააჩნია. რჩება ან ერდოღანი, ან რომელთაც პრობლემები გაქვს, ან ალიევი, ან საქართველო, ხო? საქართველო გამოდის ყველაზე თან ბუნებრივად ცივილიზაციურადაც ყველაზე ახლოს ყოფი შენი მოკავშირე ბუნებრივი. ანუ ცივილიზაცია, კულტურულად, რელიგიურად, ეკონომიკურად, ხო, იქ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაქვს რაღაცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ყველაზე ახლოს გამოდის შენთან და შენი ქმედებებით რეალურად შენ მომავალს უქმნი პრობლემას იგივე ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს არ არის არავითარ შემთხვევაში პრაგმატული. იმიტომ რომ იგივე აი ეს ამათ ხო უყვათ აპელირება ლიბერალური თავისუფლება რა არის ამათთვის რომ აი კორუფციის ინდექსი აი ეს გამოხატვის თავისუფლება რაღაც ნებისმიერი მაჩვენებლით რო აიღო არათუ უკრაინას და იმას უსწრებ მოლდოვას ეს ბევრ ქვეყანას უსწრებ რა ხო ნუ აი კორუფციის აღქმის ინდექსი იგივე ბიზნესის თავისუფლების კეთების ინდექსი და ასე შემდეგ. ჩემი გადმოსახედით ეს არ არის მთავარი მაგრამ მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ ყველა მაჩვენებლით ხო საქართველო არის რეგიონის ლიდერი. და აი ამის მიუხედავად, ანუ რა არის ეს კიდე მთავარი რომ სხვადასხვა საზომი აქვს სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. აი ეს არის რა ორმაგი სტანდარტის და ფარისეულობის თავარის რომ რა როდესაც შენ ერთ თამასას უწესებ და მეორეს უწესებ მეორე თამასას რა. და აქ ჩანს რომ შენ ხარ დაინტერესებული მხარე რა და არ ხარ ობიექტური საერთო ჯამში. და ესენი არ ფიქრობენ მე რა იქნება ევროკავშირში 10 და 20 წლის მერე ესენი ხო არ არის რეალურად ეხა ურსულა ფონ დერ ლაიენი არის დანიშნული არავის არა უჩევია და ყველაზე მეტი ძალაუფლება ევროკავშირში ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტები და ლიდერები რო ავიღოთ გააჩნია ურსულა ფონ დერ ლაიენს და რა უნდა მოთხოვოთ ეხა ამას სტრატეგიული აზროვნება და ისე მოდი დასასრულისკენ მივდივართ და ესეც თქვათ რა საფრთხეები გველის ამ შემთხვევაში თუნდაც ევროკავშირისგან და მათ შორის აი ამ აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ ურთიერთობებისგანაც. ჩვენ რა შეიძლება რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ამ პროცესებს რომ ვადევნოთ თვალს? რა არის? ხო, მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენ ვიყოთ რაღაცა აი მშვიდობის რაღაცა პატარა ასე ვთქვათ სავანე ვიყოთ ამ რეგიონში, იმიტომ რომ აი როგორც კი დაიწყო ისრაელის ირანის ომი, აი მთელი თვითმფრინავების ჩვენთან გადმოვიდა. ხო, ყველაფერი გადმოვიდა ჩვენთან და რაღაცა შემაკავშირებელი ხიდი ვიყავით აზიას და ევროპას შორის და ჩვენ უნდა გავხდეთ აი რაღაცა მშვიდობის პოლიტიკის ერთ-ერთი თავარი აგიტატორებიც ეს არ არის ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში პირდაპირ აი სხვათა შორის იგივე ისრაელ აზერბაიჯან სომხეთის ომის დროს ყარაბაღის ომის დროს მაშინ მე მგონი ღარიბაშვილი იყო პრემიერ და საკმაოდ ისეთი კაი სამშვიდობო ინიციატივები გამოიჩინა როდესაც მოხდა გასვლა ასე შემდეგ და აი ამ მშვიდობის კუთხით უნდა გადავდგათ აქტიური ნაბიჯები და რაც შეეხება რა საფრთხე გველის, ნუ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აი ამ რეზოლუციებით ხო გველაპარაკებიან, თუ არ შეასრულებთ ამას, გაგიუქმებთ უვიზო რეჟიმს, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა კიდევ ასე ვთქვათ, აი ამ გადატრიალების მცდელობები იქნება, წაახალისონ ახალგაზრდები რომ დაათრიგერონ და ყალბი ნარატივით გამოიყვანონ საერთო ჯამში ევროკომის მარტაკოსმაც თქვა რომელიც არის ევროკომისარი გაფართოების საკითხებში პირდაპირ ჩვენ ახლა კიდე უნდა გადაურიცხოთ სამოქალაქო საზოგადოებას ბჭყალებში ფული იმიტომ რომ ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და მე კი ვიცით ეს ფული სად მიდის და რას ხმარდება და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ისევ და ისევ აი ამ მშვიდობის პოლიტიკას უნდა დაუდგეთ ბოლომდე და აი ესე არის რა. და ვიზრუნოთ კიდევ იმაზე რომ ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყოს ინკლუზიური ყოვლისმომცველი, იმიტომ რომ იქ სადაც არის რაღაცა ეკონომიკური პროგრესის ზრდა, იქ მოსახლეობის აი ამ მაინც ესე ყალბი ფასეულობებით რაღაც დატრიგერება უფრო ძნელია, იმიტომ რომ ის ხალხი საკუთარ მაგალიზე ამჩნევს, ვინ ზრუნავს მასზე და ვინ ელაპარაკება მუქარისენით. მეც გეთახმები აბსოლუტურად
ჩვენ გვჭირდება ჩვენი რაღაც ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკა და გვჭირდება როგორც ვამბობ, სუვერენიტეტი არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სუვერენიტეტიც, რაც პრინციპში ამ გეოპოლიტიკური ცვლილებებით შეიძლება გარანტირებული რა თქმა უნდა არაფერი არ აქვს და შეიძლება მოვიდეს. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა, იმედია რაღაც ახალით გაიგეთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები მუდმივად იცვლება, მუდმივად ახალ კონფიგურაციები იქნება, მაგრამ იმ კონფიგურაციებში, რა კონფიგურაციებშიც დღეს არის, ჩვენ მე მგონია, დღეს მაინც სულ დღეში არა ვართ, იმიტომ რომ თუ შევადარებ ჩვენ თავს მაგალითად სომხეთს, აღმოჩნდებით, რომ გაცილებით კარგ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე სომხეთია. ჩვენ უნდა ვადევნებდეთ როგორც საზოგადოება თვალყურს გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ვიცოდეთ თუ სხვა ქვეყნებს რა ინტერესები აქვს ჩვენთან. იმიტომ რომ თუ ეს გვეცოდინება, ჩვენ ვიქნებთ უფრო დაცულები და ვეღარ მოგვატყუებენ რაღაცა ილუზიური რაღაცა იმებით, დაპირებებით. როგორც აქამდე ხდებოდა. ამიტომ საჭიროა გეოპოლიტიკის ცოდნა, საჭიროა საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა და საჭიროა ვიყოთ ყურადღებით. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, აუცილებლად გიპასუხებთ. მოვალ შეხვედრამდე.